გადახურვისა და კედლების შეერთების ადგილას არასათანადოდ იყო გაკეთებული შევსებები და წყალმა აქედანაც ჩაჟონა. კლავების გადახურვის დროს შეიცვალა კრამიტის მიმწოდებელიც, შესაბამისად კრამიტის ხარისხიც. ახალი კრამიტის მთლიანი პარტიის ხარისხი კი არავის გამოუკვლევია, მხოლოდ რამდენიმე ნიმუში შეამოწმეს ლაბორატორიაში. მერე მალევე გავრცელდა ვიზუალური მასალა, სადაც ჩანს დამტყდარი და დაბზარული კრამიტი გელათის სახურავზე. ამ სამუშაოებს უძღვებოდა და მეთვალყურეობდა კახა ტრაპაიძე და მისი გუნდი. ტრაპაიძე იყო გელათის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი. გამოწვევები გახლავთ ჯერ საუკუნეების განმავლობაში გარემოქმედების ფაქტორები, გამოწვევები გახლავთ ის, რომ არაერთხელ მოხდა სამოსო კომპლექსის გადაწვა, ვის ომიანობა, მიწისძვრები, ჩატარებული არასწორი საკონსერვაციო სამუშაოები. ტრაპაიძე 2000-იან წლებში თავად მუშაობდა კულტურის სამინისტროში. მერე ორგანიზაცია დააფუძნა და ამ გზით აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოსთან სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის დროს. ასე რომ სააგენტოსთვის ტრაპაიძე უცხო ნამდვილად არ ყოფილა. გელათზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი ევალებოდა თავად სააგენტოსაც. ამ მიზნით გზავნიდნენ ხოლმე მონიტორინგის მისიებს ადგილზე. თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში არავის დაუფიქსირებია ის, რომ კრამიტი წუნდებული იყო, რომ შევსებები არასწორად იყო მოწყობილი, რომ მეთოდოლოგია შეიცვალა და პროექტი გაუმართავი იყო. სააგენტომ გელათის გასაჭირი მას შემდეგ აღიარა, როცა საზოგადოება ლურჯ ტენტ გადაფარებულ გელათზე აღშფოთდა. ამ ეპიზოდში გელათში მთავარი მოქმედი პირები არიან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც პოსტი 2021 წლის გაზაფხულზე დატოვა და მალევე დანიშნეს ენგურის ტურისტული ატრაქციის დირექტორად. კახა ტრაპაიძე, გელათის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი. მაკა დვალიშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია უწევდა ადმინისტრირებას გელათის გადახურვის სამუშაოებს და ქვეკონტრაქტორად დაქირავებული ჰყავდა შპს იკორთა 2007, რომლის ხელმძღვანელია გივი ხურცილავა. უშუალოდ გადახურვაზე სწორედ იკორთა 2007-ის ხალხი მუშაობდა. მოხდება ქვის კონსერვაცია და თვითონ ზედაპირის დამუშავება, ისე რომ ყველანაირი ნაკლოვანება, რომელსაც დღეს განიცდის თვითონ ქვა, იქნება აღმოფხრილი. ამ სახელების და გვარების დამსახურებით ვიხილეთ ლურჯი ტენტი გელათის სახურავზე და ერთადერთი სასჯელი, რომელიც მათ ამისთვის მიიღეს, დვალიშვილისა და ხურცილავას კომპანიების 12,000 ლარით დაჯარიმება იყო.